მოგესალმებით ყველას, ვისაც ძარღვებში ქართული სისხლი გიჩქებთ და ვინც იცით რა არის ნამდვილი ბრძოლა. დღეს ჩვენ არ ვლაპარაკობთ უბრალოდ სპორტზე. დღეს ვლაპარაკობთ ისტორიაზე, რომელსაც ჩვენი ძმა ილია თოფურია საკუთარი სისხლით და ოფლით წერს. ბევრი ამბობს ზედმეტად თავდაჯერებულიაო. ბევრი ჰეიტერი ელოდება მის ფეხის დაცდენას, მაგრამ მოდით სიმართლეს თვალებში შევხედოთ. ილია არ არის უბრალოდ მებრძოლი. ის არის მტაცებელი, რომელმაც იცის, რომ ოქტაგონი მისი სამფლობელოა. შეხედეთ მის თვალებს, როცა ჯასტინ გეიჯის უაბებს უყურებს. იქ არ არის შიში, იქ არ არის დაბნეულობა, იქ არის სუფთა, ცივი გათვლა. ილია ზის, ეღიმება და ხედავს, როგორც ცდილობს მოხუცი ლომი ბოლო ძალების მოკრებას. გეიჯი ამბობს, რომ ომს მოაწყობს. ბიჭო, რა ომზე ელაპარაკები ადამიანს, რომელიც ომში დაიბადა და გაიზარდა. ილიამ უკვე დაანახა მსოფლიოს ვოლკანოვსკისთან, რომ როცა ის ამბობს დავაძინებო, ის მართლა აძინებს. ქართველებისთვის ილია მხოლოდ ჩემპიონი არ არის, ის არის სიმბოლო იმისა, რომ თუ მიზანი გაქვს, მთელ სამყაროს გადაატრიალებ. სანამ სხვები მაიამის პლაჟებზე ერთობიან, ილია იქ ოკეანის პირას ისეთ ჯოჯოხეთს გადის ვარჯიშებზე, რომ გეიჯის კოლორადოს მთები ბავშვთა ბაღად მოეჩვენება. ჩვენ ვიცით მისი ფასი, ვიცით მისი ტექნიკა და რაც მთავარია, ვიცით მისი ხასიათი. ის არ მიდის მოსაგებად, ის მიდის გასანადგურებლად. და ვინც ფიქრობს, რომ გეიჯის რკინიღბა ამ დარტყმებს გაუძლებს, ალბათ დაავიწყდათ რა სიმძლავრე აქვს ქართულ მუშტს. მოემზადეთ, იმიტომ რომ მატადორი მოდის და ამჯერად მსხვერპლი იქნება ყველაზე ხმაურანი, რაც კი ოდესმე გინახავთ. მოდი პირდაპირ ვთქვათ, ჯასტინ გეიჯი კარგი მებრძოლია. იმათთვის, ვისაც ჩხუბი მარტო თავით კედლის ნგრევა ჰგონია. მთელი ამერიკა ყვირის, გეიჯი ჰაივაითია, გეიჯი BMF-იაო. მერე რა? იცით რა ხდება, როცა ძველი სკოლის ქუჩის ჩხუბის თავი ხვდება უმაღლესი დონის ინტელექტუალ მკვლელს? ხდება ის, რომ გეიჯისნაირები მალე პენსიაზე გადიან. ნახეთ მისი ვარჯიშები, ტიპი ისევ იმას ცდილობს, რომ დარტყმა მიიღოს და მერე დაარტყას. ბიჭო, ილია თოფურია ვოლკანოვსკი არ არის, რომელიც ქულებზე გეთამაშება. ილია არის ქირურგი. ერთი შეცდომა, ერთი ზედმეტი ნაბიჯი და გეიჯი იატაკზე აღმოჩნდება ისე, რომ ვერც მიხვდება საიდან მოფრინდა. გეიჯი ამბობს ჭიდაობას ვიწყებო. ვის ეჭიდავები შედალოცვილო ილიას, რომელსაც ჭიდაობა სისხლში აქვს? ქართველს ჭიდაობით აშინებ, ეს იგივეა თევზს წყლით დაემუქრო. ყველაზე სასაცილო ისაა, რომ გეიჯი ჰგონიათ რაღაც რკინაკაცი. ილიას დარტყმედით ეგ რკინა ჩვეულებრივ ალუმინად იქცევა. ილია არ არის ისეთი მებრძოლი, რომელიც გეიჯის სტილში აღყვება და ატალახებულ ჩხუბს დაუწყებს. არა ძმაო, ილია მას დაშლის ნაწილ-ნაწილ. დაშლის ტექნიკით, დაშლის სისწრაფით და რაც მთავარია იმ ქართული სიამაყით, რომელიც მას არ აძლევს უფლებას, რომ მეორე იყოს. გეიჯი თავის კოლორადოში ჟანგბადს ეძებს. ილია კი მაიამიში გამარჯვების სურნელს გრძნობს. ეს აღარ არის სპორტი, ეს არის განაჩენის გამოტანა. გეიჯი თავის კარიერას ამ ბრძოლაში დაასრულებს და ამას ჩვენი თვალით ვნახავთ. მოდით, სიმართლეს თვალებში შევხედოთ და გვერდზე გადავდოთ ის ზედაპირული ანალიზი, რასაც ამერიკელი ექსპერტები ყვირიან. ილია თოფურია არ არის უბრალოდ კიდევ ერთი ჩემპიონი UFC-ის ისტორიაში. ის არის სისტემური ცვლილება. ის არის ისტორიული გარდატეხა. თუ აქამდე მებრძოლები გამოდიოდნენ იმისთვის, რომ თავი გადაერჩინათ ან ქულებით მოეგოთ, ილია გამოდის იმისთვის, რომ წაშალოს მეტოქე რუკიდან. და ეს არის ზუსტად ის, რაც გეიჯის და მის ნაირებს ასე ძალიან აშინებთ. მათ არიციან როგორ ებრძოლონ ადამიანს, რომელსაც საკუთარი გამარჯვება უფრო სჯერა, ვიდრე ხვალინდელი დღის. დააკვირდით ილიას მოძრაობებს, მის ყოველ ნაბიჯს ოქტაგონზე და მის მიღმა. ეს არის ქართული გენის სიდიადე, სიცივე, სიმშვიდე და წარმოუდგენელი ძალა ერთდროულად. გეიჯი თავის ინტერვიუებში ამბობს, რომ ილია ძალიან ბევრს ლაპარაკობსო. ბიჯო, ილია კი არ ლაპარაკობს, ილია წინასწარმეტყველებს. მან თქვა, რომ ვოლკანოვსკის დააძინებდა, დააძინა. მან თქვა, რომ ქამარს საქართველოში ჩამოიტანა. ახლა კი ამბობს, რომ გეიჯის ეპოქა დასრულებულია და ვინმეს კიდევ ეპარება ეჭვი, რომ ეს ასე მოხდება? გეიჯი თავის ვარჯიშებზე ისევ იმ ძველ, ჟანგიან მეთოდებს იყენებს. გონია, რომ თუ ბევრ სირბენს მთებში და ტომარს ძლიერად დაარტყამს, ეს ილიას შეაჩერებს. რა საცოდაობაა? ილია თოფურია არის თანამედროვე ტექნოლოგია მებრძოლის სხეულში. მისი კრივის ტექნიკა იმდენად სუფთაა, რომ ყოველი მისი დარტყმა არის ხელოვნების ნიმუში. ის არ ისვრის მუშტებს ჰაერში იმედით, რომ რამეს მოარტყამს. ის ეძებს ხვრელს შენს დათვაში და როცა პოულობს, იქამდე არ ჩერდება, სანამ შენი გონება არ გაითიშება. გეიჯის კი ეს ხვრელი იმდენი აქვს, რომ მთელი ქართული ჯარი გაივლის შიგნით. ყველაზე მეტად რაც მეამაყება, არის ის თუ როგორ ატარებს ილია ჩვენს დროშას. ის არ არის მხოლოდ სპორტსმენი, ის არის ელჩი.
ის მსოფლიოს აჩვენებს, რომ საქართველო არის უძლეველი ხალხის ქვეყანა. როცა ის კეიჯში შედის, მასთან ერთად შედის მილიონობით ქართველის ენერგია და გეიჯს გონია, რომ მარტო ილიას ეჩხუბება? არა ძმაო, შენ ეჩხუბები მთელ ერს, რომელიც შენს დასაჩემას ელოდება. ილია მიცის ეს პასუხისმგებლობა და სწორედ ეს აძლევს მას იმ ძალას, რასაც ვერცერთი ვარჯიშით ვერ მიიღებ. გეიჯის გუნდი ცდილობს რაღაც გეგმები დააწყოს, ჭიდაობაზე აკეთებენ აქცენტს. სასაცილოა, მართლა სასაცილოა. ილიას გრაპლინგი არის უმაღლესი დონის, მისი შავი ქამარი არ არის ნაჩუქარი. თუ გეიჯი გადაწყვიტავს, რომ მიწაზე გადაიყვანოს თამაში, იქ მას კიდევ უფრო დიდი ჯოჯოხეთი ელოდება. ილია მას ისე დაატრიალებს, რომ გეიჯი ინანებს საერთოდ რატომ მოვიდა ამ სპორტში. ჩვენი დრო დადგა. ილია თოფურია არის ის ჩემპიონი, რომელსაც 10 წეულები ველოდებით. ის არის დაუმარცხებელი, შეუჩერებელი და დაუნდობელი. გეიჯი უბრალოდ მორიგი მსხვერპლია მის გზაზე, რომელიც ისტორიის ნაგავსაყველზე აღმოჩნდება. ილია არ ჩერდება, ის მიდის წინ და თან მიიყვანს მთელ საქართველოს. მოემზადეთ, რადგან როცა რეფერი ხელს აწევს, იქ მხოლოდ ერთი სახელი გაჟღერდება. ილია თოფურია. ეს არის ქართული სულის ზეიმი და ამას ვერავინ და ვერაფერი შეცვლის. ახლა მინდა დავაკვირდეთ ერთ უმნიშვნელოვანეს დეტალს, რასაც ბევრი ვერ ამჩნევს. ბრძოლა ოქტაგონზე კი არ იწყება, ბრძოლა იწყება იქ, სადაც ერთი მებრძოლი მეორის თვალებში საკუთარ სიკვდილს ხედავს. ილია თოფურიამ ეს ომი უკვე მოიგო. ნახეთ, როგორ იქცევა ის პრეს-კონფერენციებზე, როგორ საუბრობს, როგორ უყურებს მეტოქეს. ეს არ არის დადგმული შოუ, ეს არის სუფთა, ქართული თავდაჭერებულობა, რომელიც მოდის იმ ცოდნიდან, რომ შენზე ძლიერი ამ პლანეტაზე არავინ არის. ჯასტინ გეიგი ამბობს, რომ მას ბევრი ომი აქვს გადატანილი და მას ვერაფრით გააკვირვებ, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ გეიჯი შეეჩვია ტკივილს, ილია კი შეეჩვია სრულყოფილებას. გეიჯისთვის ჩხუბი არის წამება, ილიასთვის ჩხუბი არის ხელოვნება. როცა გეიჯი დაინახავს, რომ მისი ყველაზე ძლიერი დარტყმები ილიასთვის მხოლოდ ჰაერის მასების გადაადგილებაა, სწორედ მაშინ გატყდება მისი სული. გეიჯი მიჩვეულია, რომ მისი მეტოქეები მის წინაშე კანკალებენ ან პანიკაში ვარდებიან. ილია კი მის წინაშე დგას როგორც კედელი, ცინვი, მყარი და დაუნდობელი. ყველაზე საინტერესო ის არის, თუ როგორ ემზადება ილია ტექნიკურად. ბევრი საუბრობს მის კრივზე, მაგრამ დააკვირდით მის ფეხებით მუშაობას. ილია არის მოჩვენება ოქტაგონზე. გეიჯი დაუქნევს თავის ცნობილ ჰაიმეიკერს, მაგრამ ილია იქ აღარ დახვდება. ის უკვე მის ზურგს უკან იქნება ან კონტრშეტევაზე ისეთ დარტყმას მიაყენებს, რომელიც გეიჯის მთელ კარიერას ერთ წამში დაასრულებს. ქართველი მებრძოლის ინტელექტი არის ის, რაც მას ყველასგან გამოარჩევს. ის არ იბრძვის ემოციებით, ის იბრძვის გონებით. ყოველი მისი მოძრაობა არის გათვლილი, ყოველი სუნთქვა კონტროლირებული. გეიჯის ბანაკი კი ისევ იმ ძველ სამამაცო იდეებზეა გაჩერებული. გონიათ, რომ თუ გეიჯი იტყვის, მე მზად ვარ მოუკვდეო, ეს მას გამარჯვებას მოუტანს. ბიჭო, სიკვდილისთვის მზადყოფნა გამარჯვებას არ ნიშნავს. გამარჯვებას ნიშნავს ის, რომ აიძულო მეტოქე დანებდეს. და ილია ზუსტად ამას გააკეთებს. ის აიძულებს გეიჯს, რომ საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი შეიტანოს. როცა პირველივე რაუნდში გეიჯი იგრძნობს ილიას ხელების სიმძიმეს, როცა დაინახავს, რომ მისი რკინი დაცვა იფრნება, სწორედ მაშინ მიხვდება, რომ ეს ის ბრძოლა არ არის, რისთვისაც ემზადებოდა. ჩვენი ბიჭი არ არის უბრალოდ ათლეტი, ის არის ფენომენი. ის აერთიანებს ძველ ქართულ საბრძოლო ტრადიციებს და თანამედროვე სპორტულ მეცნიერებას. მაიამიში მისი მომზადება არის უმაღლესი პილოტაჟი. ის მუშაობს ისეთ დეტალებს, რაზეც გეიჯისნაირ მებრძოლებს წარმოდგენაც არ აქვთ. რეაქციის სისწრაფე, დარტყმის კუთხე, სუნთქვის რითმი, ყველაფერი იდეალურადაა მომართული. ილია არ მოდის იმისთვის, რომ 25 წუთი ირბინოს. ის მოდის იმისთვის, რომ პირველივე შესაძლებლობისთანავე დაასრულოს ეს ფარსი. გეიჯი ამბობს, რომ ილია ჯერ კიდევ ბავშვია ამ სპორტში. რა ირონიაა, ეს ბავშვი არის ის, ვინც გეიჯს საბოლოოდ გაუშვებს პენსიაზე და აჩვენებს, რომ დრო შეიცვალა. ახლა ქართველების დროა, ახლა ილია თოფურიას დროა. მთელი საქართველოს სუნთქვის შექმნილ ელოდება ამ წამს. ჩვენ ვიცით, რომ ილია არ დაგვალაღადებს. ის გამოვა, გააკეთებს თავის საქმეს და კიდევ ერთხელ დაამატკიცებს, რომ ქართული სული არის გაუტეხელი. გეიჯი უბრალოდ მორიგი გვერდია ილიას დიდების წიგნში, რომელიც ძალიან მალე გადაიშლება. მოემზადეთ ნამდვილი ქართული შოუსთვის, სადაც მატადორი თავის მსხვერპლს უმტკივნეულოდ, მაგრამ ეფექტურად დაასრულებს. და მივედით იმ წერტილამდე, სადაც სიტყვები კარგავს აზრს და რჩება მხოლოდ ერთი სიმართლე. ილია თოფურია არის ისტორიული მოვლენა, რომლის მომსწრენიც ჩვენ ყველანი ვართ. ეს არ არის უბრალოდ მორიგი ბრძოლა UFC-ს კალენდარში. ეს არის მომენტი, როცა პატარა, მაგრამ უდიდესი სულის მქონე ქვეყანა კიდევ ერთხელ ეუბნება მთელ სამყაროს.
ჩვენ აქ ვართ. ჩვენ ვართ საუკეთესოები და ჩვენი დრო დადგა. გეიჯი თავისი გამოცდილებით და სისხლიანი ომებით უბრალოდ კედელია, რომელიც ილიამ უნდა დაანგრიოს, რათა გზა გაუხსნას ახალ ერას. დაფიქრდით, რა გზა გაიარა ამ ბიჭმა? საქართველოდან ესპანეთამდე, დარბაზიდან დარბაზამდე, ყოველი ვარჯიში, ყოველი ტკივილი და ყოველი არა, რომელიც მას ესმოდა, აქცია იმიარაღად, რომელსაც ახლა მატადორი ჰქვია. ბევრი ამბობს, რომ ილია თავხედიაო. არა, ძმებო, ილია თავხედი კი არა, სიმართლის მთქმელია. მას აქვს ის, რაც ბევრს აკლია. გამბედაობა, რომ ხმამაღლა თქვას ის, რაც გულში აქვს და მერე საქმით დაამტკიცოს ყოველი ასო. გეიჯისნაირი მებრძოლები ბევრი არიან, მაგრამ ილია მხოლოდ ერთია. ის არის სტილი, ის არის კლასი და ის არის ქართული გენის სრული გამოვლინება ოქტაგონზე. როცა ილია კეიჯში შედის, ის მარტო არ არის. მის ზურგს უკან დგას დიდგორი, დგას შამქორი, დგას ყოველი ქართველი მეომრის სული, ვინც კი ოდესმე მახვილი იშიშვლა. სწორედ ეს არის ის ენერგია, რომელიც მას უძლებელს ხდის. გეიჯი ამას ვერასდროს გაიგებს. ის იბრძვის ფულისთვის, ის იბრძვის დიდებისთვის, მაგრამ ილია იბრძვის იდენტობისთვის. ის იბრძვის იმისთვის, რომ ყოველმა ქართველმა ბავშვმა, რომელიც ახლა სადღაც სოფელში ან ქალაქში ვარჯიშობს, იცოდეს, მსოფლიოს მწვერვალი ხელმისაწვდომია, თუ გულით გინდა. ხედავთ მის მზერას? ეს არის ადამიანის მზერა, რომელმაც უკვე იცის ფინალი. მას არ ჭირდება იღბალი, მას აქვს შრომა და ნიჭი. გეიჯი შეიძლება ეცადოს, რომ ბრძოლა გააჭიანუროს, შეიძლება ეცადოს, რომ ილიას წყობიდან გამოყვანა მოახერხოს, მაგრამ ეს ყველაფერი ამაოა. ილია არის ცუნამი, რომელსაც ვერცერთი ჯებირი ვერ შეაჩერებს. მისი ყოველი დარტყმა არის პასუხი ყველა იმ სკეპტიკოსისთვის, ვისაც მისი არ სჯეროდა. მისი ყოველი გამარჯვება არის ჩვენი საერთო გამარჯვება. და როცა რეფერი ბოლოჯერ დაიძახებს fight, როცა პირველი სერიოზული შეტაყმება მოხდება, მთელი მსოფლიო დაინახავს სხვაობას. დაინახავს როგორ ინგრევა გეიჯის ლეგენდა და როგორ იბადება ახალი, უფრო დიდი და უფრო ძლიერი ლეგენდა. ილია თოფურია. ეს არ იქნება უბრალოდ ნოკაუტი. ეს იქნება განაცხადი იმაზე, რომ მომდევნო წლები UFC-ში იქნება ქართული დომინაციის წლები. ჩვენ უკვე აღარ ვართ სტუმრები ამ სპორტში. ჩვენ მისი მფლობელები ვართ. ილია, ძმაო, მთელი საქართველოს შენს გვერდითაა. ყოველი ქართველი ოჯახი, ყოველი გულშემატკივარი გრძნობს შენს ძალას. გამოხვალ, გააკეთებ იმას, რაც ყველაზე უკეთიცი. გაანადგურებ მეტოქეს და კიდევ ერთხელ აღმართავ ჩვენს ხუთჯვრიან დროშას იქ, სადაც მხოლოდ რჩეულები ადიან. გეიჯი უბრალოდ მორიგი სახელია სიაში. ილია კი არის სახელი, რომელიც საუკუნეებს დარჩება. ჩვენი დრო მოვიდა. ჩვენი ჩემპიონი აქ არის და ის არავის არ დაუთმებს თავის ტახტს. გაუმარჯოს ილიას, გაუმარჯოს საქართველოს და მოემზადეთ ნამდვილ ზეიმისთვის, რადგან მატადორი მოდის და მას ვერავინ დაუდგება.